უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 4 წლის თავზე აქ ვაშინგტონში ლინკონის მემორიალთან შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა უკრაინას. თქვენ აქ შეხვდებოდით არა მხოლოდ უკრაინელებს, ასევე ამერიკელებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებულმა შტატებმა დასავლეთმა კვლავ დაუჭიროს მხარი უკრაინას. ომი უკვე 4 წელია მიმდინარეობს და არავის გაუკეთებია საკმარისი რათა ეს შეეჩერებინა. ჩვენ შეგვიძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე დღეს ვაკეთებთ. არც ერთ ადმინისტრაციას საკმარისი არ გაუკეთებია უკრაინის დასახმარებლად. მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ ადამიანთა თავისუფლება და საზღვრების დაცვა. შეერთებული შტატები უნდა დაეხმაროს უკრაინას შეიარაღებით. არა მხოლოდ იმისთვის, რომ გადარჩეს, არამედ იმისთვის, რომ ეს ომი მოიგოს და უკრაინას ეს შეუძლია. აქ ვარ იმ უსამართლობის საპირწონეთ, რაც ცხადად ჩანს, ნათლად ჩანს ომის დანაშაულები, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ შეიძლება უგულებელყოს. თუ ამას დაუშვებთ უკრაინაში, მაშინ წარმოიდგინეთ სხვაგან რა მოხდება. უკრაინა ჩვენი ახლო მოკავშირეა. ჩვენ მათ მხარი უნდა დაუჭიროთ, როგორც შეგვიძლია. მთელი გულით მხარს ვუჭერ უკრაინას. მსოფლიოში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინაა. აუცილებელია უკრაინის დაცვა, რადგან თუ აგრესორი გაიმარჯვებს, ამას ჯაჭვური რეაქცია ექნება მსოფლიოში, იქნება ეს ევროპა თუ აზია. უკრაინის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინელები იბრძვიან დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის. ღმერთმა დაიფაროს დანარჩენი მსოფლიო, თუ ევროპელები და ამერიკელები არ დაეხმარებიან უკრაინას ამ ომის მოგებაში. მე დავიბადე და გავიზარდე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენი ეროვნული ჰიმნი არის სიმამაცეზე, თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე. როცა რუსეთმა უკრაინის დაპყრობა და უკრაინული მიწების ანექსია გადაწყვიტა, დაარღვია საერთაშორისო სამართალი და ყველა ის ღირებულება, რაც მე როგორც ამერიკელს გამაჩნია. უკრაინისა და სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად აქ მრავლად შეხვდებოდით საქართველოს დროშებს, ჩვენ ვესაუბრეთ ქართველებს, რომლებიც აქ ვაშინგტონში ლინკონის მემორიალთან მოვიდნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. უკრაინას ხარჯს უჭერ, იმიტომ რომ უკრაინის მხარდაჭერა იგივე საქართველოს მხარდაჭერა არის. ქართველებს და უკრაინელებს ერთი მოწინააღმდეგე ყავს, რომელიც თავისუფლებას გვართმევს და უკრაინის თავისუფლება საქართველოს თავისუფლებას იზრდის. ეს არის შეხვედრა და შემდეგ უკვე მსვლელობა, რომელიც უკვე ბოლო 4 წელია რეგულარულად ყოველწლიურად იმართება, თუმცა მსგავსი შეხვედრები და შეკრებები უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას.